ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა ალენ ბერსემ საქართველოში ვიზიტის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ ის აქ არ არის ჩამოსული არჩევნების ლეგიტიმაციისთვის. მისი თქმით, ეს სხვა კომპეტენტური ინსტიტუციების გასაკეთებელია. ბერსეს თქმით, მისი ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი პირობა იყო, რომ შეხვედროდა ყველას, რადგან ნებისმიერი ფუნქციური დემოკრატიის ქვაკუთხედი არის დიალოგი. როგორც ბერსემ თქვა, პოლიტიკური კრიზისი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება გადაჭრილი, თუ დემოკრატიის ფუნდამენტური პრინციპები იქნება დაცული. საქართველოსთვის კრიტიკული დროა. საქართველოს სავსეა პოლიტიკური დაძაბულობით, პოლარიზებული საჯარო დებატით, მაღალი დონის ძალადობით. მე აქ უპირველესად იმისთვის ვარ, რომ ჩემი მხარდაჭერა გამოუცხადოს საქართველოს და მის მოსახლეობას. ისინი იმსახურებენ სტაბილურ და დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრებას. საქართველო არის ევროპის საბჭოს სრული და ძალიან ძვირფასი წევრი უკვე 25 წლის განმავლობაში. აქ არ ვარ ჩამოსული არჩევნების ლეგიტიმაციისთვის, ეს სხვა კომპეტენტური ინსტიტუციების გასაკეთებელია. დაიწერება დასკვნები, რომელიც არჩევნების დაკვირვებას ეხება. გამომდინარე იქიდან, რაც საქართველოში ხდება, ჩემი მხრიდან უპასუხისმგებლობა იქნებოდა აქ რომ არ ვიყო და ხალხის გვერდით რომ არ დავდგე. ჩემი ვიზიტის მთავარი ამოცანა არის ის, რომ მიმდინარე პოლიტიკური კრიზისი მხოლოდ შეიძლება იყოს გადაჭრილი, თუ დავიცავთ ფუნდამენტურ პრინციპებს დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის. ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა პრესკონფერენციაზე თქვა, რომ ქართულმა ოცნებამ რუსული კანონის შეცვლის პირობა გასცა. მან ასევე ისაუბრა ვადაზე, თუ როდის შეიძლება კანონთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფი შეიქმნას და თქვა, რომ ეს ერთ თვეზე ნაკლებ დროში მოხდება. მე გამოვხატე ჩემი შეშფოთება იმ კანონმდებლობის შესახებ, რომელიც აუარესებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და ფიზიკური პირების უფლებებს. ეს კანონმდებლობა უნდა შეიცვალოს იმისათვის, რომ სრულად მოვიდეს შესაბამისობაში, როგორცაა გაწერილი ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციაში და როგორც ამას გვეუბნება ვენეციის კომისია. მე მივესალმები და გეტყვით, რომ მთავრობამ გასცა დაპირება იმის თაობაზე, რომ შეცვლი და უცხოური გავლენის შესახებ კანონის შინაარსს. შეიქმნება სამუშაო ჯგუფი საქართველოს და ევროპის საბჭოს წარმომადგენლების მხრიდან, მათ შორის ვენეციის კომისია იქნება ჩართული და მოხდება იდენტიფიცირება იმ ცვლილებებისა, რომლებიც უნდა განხორციელდეს კანონმდებლობაში. გამოხატავ იმედს, რომ ამგვარი პროცესები ასევე შეიძლება განხორციელდეს სხვა მიმართულებებით, როგორიც არის თანასწორობა, დისკრიმინაციის აღკვეთა, საარჩევნო რეფორმები, ციხისა და პრობაციის სისტემების რეფორმები. ჩვენ მივიღეთ გარკვეული დაპირებები. ბერსემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ასევე თქვა, რომ მიიღო გარკვეული დაპირებები გაეთავისუფლებინათ ყველა ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირი. ამასთან მისივე თქმით, მან მიმართა სახელმწიფო უწყებებს თავი შეეკავებინათ არაპროპორციული ძალის გამოყენებისგან. უწყებებთან შეხვედრისას აბსოლუტურად ცხადად განაცხადა, რომ ფუნდამენტური უფლებები, გამოხატვის თავისუფლება, მედიის და შეკრების თავისუფლება გაწერილია ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციაში. მისი ინტერპრეტირება და განმარტება ხდება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ და ეს უნდა იყოს აბსოლუტურად დაცული და მიუღებელია მათი დარღვევა, განსაკუთრებით დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ. რიგი განგაშის სიგნალებისა იყო გამოგზავნილი ჩვენს პლატფორმაზე, რომლებიც ეხებოდა ჟურნალისტების წინაშე არსებულ საფრთხეებს, მათ დაცვის საჭიროებას, რომლის საფრთხეც არის ძალიან მომატებული. ასევე ვნახეთ, რომ იყო ბრუტალური თავდასხმები მედია საშუალებების წარმომადგენლების წინააღმდეგ. მე მივმართეთ სახელმწიფო უწყებებს, რომ პირველ რიგში თავი შეეკავებინათ არაპროპორციული ძალის გამოყენებისგან. სწრაფად განახორციელებინათ დამოუკიდებელი, გამჭვირვალე და ეფექტური გამოძიება, რათა უზრუნველყოფილიყო ყველა პასუხისმგებელი პირისთვის პასუხისგების დაკისრება და ამასთან გაეთავისუფლებინათ ყველა ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირი. მივიღე გარკვეული დაპირებები ამასთან დაკავშირებით. ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა განმარტა, რის შესახებ ისაუბრა ქართული ოცნების დამფუძნებელთან შეხვედრაზე. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილთან შეხება ეხებოდა საქართველოში არსებულ სიტუაციას და მის განვითარებას ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში. ოთხშაბათს იყო შეხვედრა ბიძინა ივანიშვილთან. შეხვედრა ეხებოდა იმავე ელემენტებს, რასაც სხვა შეხვედრები, ანუ საქართველოში არსებულ სიტუაციას, მის განვითარებას ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში. ვისაუბრეთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს ევროპულ ოჯახში ყოფნა და ის ვალდებულებები, რაც არსებობს. ასევე რეალობა და ყველა მხარის პასუხისმგებლობა, მათ შორის ჩვენი ევროსაბჭოსი, რომ ვიმუშაოთ ყველა წევრ სახელმწიფოსთან, რათა საქართველოს ევროპულ გზაზე სიარული გააგრძელოს. ეს იყო მთავარი თემატიკა ჩვენი საუბრის. რა თქმა უნდა, გარკვეული კითხვის ნიშნები არსებობს. ეს არის დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების დაცვის და ბატონ ივანიშვილთანაც ამ კონტექსტში ჰქონდა საუბარი. ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ალენ ბერსე პრესკონფერენციის შემდეგ ორბელიანების სასახლეში საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბეშვილს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ბერსეს მკაფიოდ დაუფიქსირა პოზიცია და აუხსნა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, რა არის საბჭოს უპირველესი მანდატი. ცოტა არიან გაუგებრობაში, მე მგონი დღევანდელ დღეს კარგად არის მითაქაური სიტუაცია და მე აუხსენი ის, რომ არ შეიძლება ამ ქვეყანაში მოსვლა, როცა შენ წარმოადგენ ყველაზე ძველ ევროპულ ორგანიზაციას და იმ ორგანიზაციას, რომელიც არის უშუალოდ პასუხისგებელი ერთ რამეზე და მხოლოდ ერთ რამეზე, რომ დაიცვას დემოკრატიული პრინციპები, დაიცვას ადამიანის უფლებები, მათი არც მანდატი, არც მოვალეობა, არც უფლება არ არის, რომ რაღაც კომისია დანიშნონ ჯერ არ აღიარებული არავისგან ხელისუფლებასთან, მით უმეტეს იმისთვის, რომ განიხილონ რა რუსული კანონი, ვის რა აინტერესებს რუსული კანონით შეცვლა თუ არ შეცვლა,
ეს არის ყველაზე კარგი მაგალითი იმისი, თუ როგორ იტყუება ეს ხელისუფლება. დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ოცნების პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ყობახიძემ თქვა, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონს მხოლოდ მაშინ შეცვლის, თუ სამართლებრივ ხარვეზებს დაუსაბუთებენ. თუ ვინმე დაგვისაბუთებს, რომ ამ კანონში არის რაიმე უარყოფითი, რა თქმა უნდა, მსად ვართ ამ საკითხებზე მსჯელობისთვის, მათ შორის მსად ვართ თანამშრომლობისთვის ევროსაბჭოს შესაბამის სტრუქტურებთან. ბარიერ გადალახული ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები და კოალიციები ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის თბილისში ვიზიტთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და ამბობენ, რომ ალან ბერსეს დასკვნითი პრესკონფერენცია შეიცავდა გზავნილებს, რომლებიც არ ემსახურება კრიზისის განმუხტვას, არამედ პირიქით მეტად ამძიმებს ქვეყანაში შექმნილ ვითარებას და ქართული ოცნების მხრიდან ძალადობის წახალისებას უწყობს ხელს. ბარიერ გადალახული ოპოზიციური პარტიები მოუწოდებენ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას და მინისტრთა კომიტეტს იანვარში გასამართ საჯარო დებატებზე განსახილველად დააყენოს საქართველოში ალან ბერსეს ვიზიტისას მისი მოქმედებების კეთილსინდისიერებისა და ევროპის საბჭოს სადამფუძნებლო პრინციპებთან შესაბამისობის საკითხი. ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ალენ ბერსე საქართველოში 18 დეკემბერს ჩამოვიდა. ყობახიძისა და ბერსეს პირველი შეხვედრა 18 დეკემბერს გაიმართა, მეორედ ისინი დღეს შეხვდნენ. 18 დეკემბერსვე შეხვდა ის ბიძინა ივანიშვილს. 19 დეკემბერს კი ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ბარიერ გადალახული სამი ოპოზიციური პარტიის ლიდერებთან გამართა შეხვედრა. მასთან შეხვედრაზე უარი თქვა კოალიციამ ცვლილებისთვის. ვიზიტის ფარგლებში ბერსე შეხვდა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებს.